გამარჯობა, თქვენ უყურებთ მარიამოს ვლოგს. ამ დრომდე გთავაზობდით პოდკასტებს სხვადასხვა სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა თემაზე. ამჯერად კი გადავწყვიტე, რომ ასევე შემოგთავაზოთ წიგნების მიმოხილვები. წარგიდგენთ წიგნებს, რომელსაც ბოლო პერიოდში ვკითხულობ, რომელიც მომწონს და გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. პირველი წიგნი, რომელიც სულ ახლახანს წავიკითხე, ეს არის მიეკო კავაკამის 60-ხე. იაპონელი მწერალი გახლავთ, არაერთი პრემიის ლაურეატი. ძალიან პოპულარული არის ეს წიგნი მსოფლიოში და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სულ ახლახანს თარგმნა, თუ არ ვცდები, წიგნის ფესტივალზე წარადგინეს და ძალიან ბევრი რჩევა შემომხვდა სოციალურ ქსელში, გვირჩევდნენ, რომ ეს წიგნი გვეყიდა და წაგვეკითხა. თუმცა ვიდრე უშუალოდ წიგნის მიმოხილვას დავიწყებ, მანამდე მინდა რომ ერთი ჩემი პირადი ამბავი მოგიყვეთ, რომელიც ამ წიგნის წაკითხვის პარალელურად მუდმივად მახსენდებოდა. ეს არც თუ ისე სახარბიელო მოგონება. თუ არ ვცდები, მერვე ან მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც სკოლაში დასვენებიდან კლასში დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ჩემმა თანაკლასელმა ბიჭმა ჩემს და ჩემი მეგობრის ჩანთაზე დააფურთხა. და ამას წინ უძღოდა ერთი ეპიზოდი, ეს ჩემი მეგობარი დილას, როდესაც გაიღვიძა, წვიმდა და რეზინის ბოტები ჩაიცვა, თუმცა გამოიდარა, როდესაც სკოლაში მოვიდა და ეს მისი ბოტები იყო დაცინვის ობიექტი, ასე ვთქვათ. მახსოვს, რომ ძალიან გავმწარდი და იმდენად მკაფიოდ მახსოვს ეს მოგონება, რომ ფაქტობრივად ამ ამბავს უყურებ გარეშე თვალიდან, მესამე პირის პერსპექტივიდან, ასე ვთქვათ, დეტალურად შემიძლია გავიხსენო ყველა ეპიზოდი, როგორ შევედი კლასში და მახსოვს სკოლიდან რომ გამოვედი, იმდენად გამწარებული ვიყავი, თვალებში ცრემლებით, არ მინდოდა რომ ვინმეს დავენახე და მქონდა ეს განცდა, რომ მე ეს როგორ გამიკეთეს. რა თქმა უნდა, ეს არავის არ უნდა მოექცნენ ასე, მაგრამ აი ეს ფიქრი ძალიან სუბიექტური, ძალიან მკაფიოდ მახსოვს, რომ მე არ მიმიცია ამის უფლება, აი ამას ვიმეორებდი და ძალიან მძიმე მოგონებად მახსენდება. ეს იყო ერთადერთი ფაქტი, ჩემს მიმართ, ასე ვთქვათ, ჩაგვრის, მაგრამ ძალიან ცუდ მოგონებად დამრჩა. რატომ გამახსენდა ეს ეპიზოდი? ფაქტობრივად 60-ხე, აი ეს რომანი არის იმდენად მძიმე სისასტიკეზე, რომელიც სკოლაში ხდება, ძალიან ცუდ წარმოსახვაშიც კი შეიძლება ვერ მოვიფიქროთ ამგვარი ჩაგვრის მეთოდები და აი ეს კითხვა ვაძლევთ თუ არა ადამიანებს უფლებას, რომ ასე მოგვექცნენ, ამ წიგნშიც ისმის. მთხრობელი არის 14 წლის ბიჭი, იაპონიაში ერთ-ერთი ქალაქის გარეუბანში სკოლაში სწავლობს და ის არის მუდმივად ყოველდღიურად როგორც სიტყვიერი, ასევე ძალიან მძიმე ფიზიკური ჩაგვრის ობიექტი. აი მაგალითად ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი, რაც მახსოვს, ეს არის, როდესაც თანაკლასელები გადაწყვეტენ, რომ მისით ითამაშონ ფეხბურთი, სახეზე ჩამოაცმევენ, ასე ვთქვათ, ბურთის ტყავს და ცოცხალი ადამიანით ისინი თამაშობენ ფეხბურთს, რაც ძალიან მძიმე დაისახება მასზე. ეს ხდება სპორტ დარბაზში, ფაქტობრივად სისხლით არის მოთხრილი მთელი დარბაზი და როდესაც დაასრულებენ ადამიანით თამაშს, ასე ვთქვათ, ფიზიკურად პირდაპირ ადამიანით თამაშს, შემდეგ მას დავალებას აძლევენ, რომ იატაკი მოწმინდე, რომ სისხლის ლაქები არ დარჩეს და შემდეგ მთავარი კარიდან კი არ გახვიდე, რომ ვინმე არ დაგინახოს, არამედ ღობეზე გადაძვერი და ისე დაბრუნდი სახლში. და ის ემორჩილება ამ დავალებას, არ იღებს არაფერზე ხმას. სკოლაში წასვლამისთვის გულისხმობს სწორედ ამას, რომ აიტანოს ახალი ჩაგვრის ეპიზოდი და ის ამ ჩაგვრას არ უპირისპირდება. წიგნში ჩნდება კლასელი, პატარა გოგო, კოჯიმა, რომელიც მთხრობელს, ჩვენს მთავარ გმირს წერს წერილს და სთავაზობს მეგობრობას და ამ ორ ადამიანს აერთიანებს ეს ჩაგვრის მომენტი, ვინაიდან კოჯიმაც მასავით არის ყოველდღიური ჩაგვრის ობიექტი. გოგოები მას ძალიან ცუდად ექცევიან, ზოგჯერ ტუალეტში ცემენ, აძლევენ დავალებას, როგორი არის მთხრობის დინამიკა. ეს არის ერთგვარი შინაგანი დიალოგი, როდესაც მთხრობელი საკუთარ აზრებს ახმიანებს, საკუთარ თავს ესაუბრება. ეს არის ასევე ურთიერთობა, რომელიც წერილობით მიმდინარეობს ახალ დამეგობრებულ კლასელებს შორის და საინტერესო არის, რომ მათი წერილები არ უკავშირდება თემატურად იმ ჩაგვრის ეპიზოდებს, რომელსაც ისინი ყოველდღიურად გადიან. არამედ მათი წერილები შესაძლოა ძალიან ბანალურ თემებზეც კი იყოს, როგორც არის, არ ვიცი, ამინდი, როგორც არის მათი ინტერესები, რა წიგნს კითხულობ ახლა და ასე შემდეგ. თითქოს
წერილებში მათი ცხოვრება სრულიად განსხვავებული არის და წერილებს მიღმა სრულიად სხვა რეალობა დგას. შემდეგ ისინი ერთმანეთსაც ხვდებიან და ძალიან საინტერესო არის ზოგადად მათი ურთიერთობა. ამ მუდმივი ძალადობის პარალელურად შემოდის რაც ძალიან მომეწონა მე ერთგვარი რომანტიკული ელემენტით შეიძლება ასე ვთქვათ, მაგალითად ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა ეს იყო როდესაც წერილში წერს ერთ-ერთი რომ შენი ხმა ძალიან ჰგავს ფანქრის 6B ნომერს და ძალიან რომანტიკულად მომეჩვენა და როგორც უკვე აღვნიშნე მომეწონა ეს ეპიზოდი. შემდეგ ისინი მიდიან მუზეუმში, სადაც კოჯიმა გოგო გადაწყვეტს რომ მისთვის საყვარელი ნახატი აჩვენოს და ნახატს ქვია 64. თუმცა 64 მხოლოდ ამიტომ არ ჰქვია წიგნს და ამას უკვე მკითხველს დავუტოვებ. თავად გადაწყვეტოს რატომ ჰქვია ამ წიგნს 64, რომელიც არის სასტიკ ძალადობაზე. როდის არის წინააღმდეგობა ღირებული და როდის არის ეს უბრალოდ ფანტაზია რომ წინააღმდეგობას არანაირი აზრი არ აქვს და თუ არსებობს მორალური ზღვარი ბავშვურ სისასტიკეში, აი ამაზე გახლავთ ეს წიგნი და წერალი ერთგვარად გვაჩვენებს როგორი არის სიჩუმის სიმძიმე, ვინაიდან როდესაც ვკითხულობ, ჩვენ მუდმივად ველოდებით, რომ ეს ადამიანები, რომელსაც სასტიკად უსწორდებიან, დადგება მომენტი, რომ ამოიღებენ ხმას, დაუპირისპირდებიან ისინი ამ ჩაგვრის ეპიზოდებს. თითქოს აქ არის ცხადად ჩანს, რომ ისინი არიან მარტონი, სკოლაში ერთმანეთს არც კი ეკონტაქტებიან და ჩაგვრელები უფრო მეტნი არიან რაოდენობრივად და რთულია, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიო, მაგრამ როგორ შეიძლება, რომ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ტანჯვა წამება, ასე ვთქვათ, ტანჯვას და წამებას არ დაუპირისპირდა, ხმა არ ამოიღო და ეს მიიღო როგორც მოცემულობა, როგორც რეალობა. აქ ჩნდება კითხვა რომ თუ ისინი ვერ ახერხებენ თქვათ სკოლაში რომ წინააღმდეგობა გაუწიონ, რატომ არ იღებენ ხმას სკოლის მიღმამ. მაგალითად არ ეუბნებიან მშობლებს, არ ეუბნებიან მასწავლებელს და თუნდაც როდესაც სასტიკად ნაცემი პერსონაჟს შეუძლია რომ თავარი კარიდან გავიდეს, რაც მოვყევი ეს ეპიზოდი, რომელი ეპიზოდიც მოვყევი, ასე ხომ ყველა დაინახავს მას როგორ გაუსწორდნენ და ამოიღებენ ადამიანები ხმას და ძალიან საინტერესო არის როგორ შემოდის თავად მჩაგვრელის ხმა. ამ მათ ცხოვრებაში, როგორ შემოდის წიგნში მჩაგვრელის ხმა და მეტნაკლებად თითქოს ჩვენ ვიგებთ თუ რატომ ხდებიან ადამიანები მჩაგვრელები, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ რომ რაიმე სახის დანაშაულს ჩადიან. ყოველ შემთხვევაში ასე ახმიანებენ მათ ქმედებას. და მჩაგვრელი ბიჭი, ერთ-ერთი მათი თანაკლასელი სკოლის მიღმა ხვდება მთავარ პერსონაჟს, ის გაბედავს რომ კითხვები დაუსვას და ეს ბიჭი მჩაგვრელს გულისხმობ, ეუბნება რომ შენ გვაძლევ ამის უფლებას. შენ ხმას არ იღებ და მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ. მოექეცი სხვას ისე როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ, ეს არის ყველაზე დიდი ტყვილი და ყველაზე დიდი იდიოტიზმი, ასე ეუბნება. ეს უბრალოდ ისაა, რასაც ძალაუფლების და ნიჭის არ მქონი ადამიანები საკუთარ თავს აჯერებენ და შენ თუ ხმას არ ამოიღებ, მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ. როგორ ხდებიან ადამიანები ჩაგრულები და როგორ ხდებიან ადამიანები მჩაგვრელების გვერდით და როგორ ეგუებიან ამ სისასტიკეს, ამის ერთგვარი ილუსტრაცია არის, შეგვიძლია ვთქვათ, ეს წიგნი, მაგრამ მოახერხებს კი ჩაგრული რომ დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს და როდესაც მე თავში ჩემი ამბავი მოვყევი, იქ ვთქვი რომ მე მქონდა ეს განცდა რომ რა უფლება აქვთ მას ასე მომექცენ. აი ეს არის მთავარი კითხვა რომ სად აძლევენ ისინი უფლებას სხვას რომ მათზე იძალადოს, მათ მოექცნენ ისე როგორც შესაძლოა ჩვეულებრივ საგანს, უსარგებლო საგანსაც არ მოექცეოდნენ. და რა არის გამოსავალი? ერთი თქვით რომ ისინი ხმას არ იღებენ, მაგრამ კოჯიმა ამბობს რომ როცა სისუსტით ცხოვრობ, როცა მას ბოლომდე ითავისებ, სწორედ ეს არის სამყაროში ყველაზე დიდი სიძლიერე. წერილები, რომელიც ამ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, წერილები, რომელიც სრულიად განსხვავდება და სრულიად ახალ ცხოვრებას გვაჩვენებს ამ პერსონაჟების, ჩაგრული პერსონაჟების, როგორც თავად ამბობენ, ეს არის ნუგეშის სინათლის სხივები, რომელიც მათთვის გამოჩნდა და რომელიც ვერ ვიტყვი რომ ძალა არის დაუპირისპირდეს
ძალადობას, მაგრამ ამუსუნ თქვა კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად არის. არაერთი რევიუ წავიკითხე ამ წიგნის შესახებ, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცნობილი არის, სხვა ქვეყანაში, სხვა ენაზე არის თარგმნილი, ჩვენთან სულ ახლახანს გამოიცა და შესაბამისად ძალიან ბევრი ადამიანი გვიზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებას და ისინი ასევე ხედავენ ერთგვარ პარალელებს სხვა რომანებთან, სხვა დიდ წიგნებთან, მაგალითად ძმები კარამაზოვების მაგალითი აქვს არაერთს მოყვანილი. ასევე თავად მწერალი ამბობს, რომ ნიცშეს ზარატუსტრას შთაგონებით დაიწერა ეს წიგნი. ამის შესახებ მე გვიან გავიგე, ამიტომ ეს პარალელები არ მიძებნია, შემდეგ აღმოვაჩინე ნიუ-იორკერზე არაჩვეულებრივი სტატია ამ პარალელების შესახებ და რადგან მე არ მიფიქრია, მე საჩემოდ ვერ მივითვისებ, უბრალოდ გირჩევთ, რომ თუ წაიკითხავთ, თუ დაგაინტერესებთ ეს მსგავსებები, თუ სად იკვეთება ზარატუსტრასთან კავაკამის 64, შეგიძლიათ რომ ეს სტატია წაიკითხოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან თანამედროვე არის ეს წიგნი, ვინაიდან ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ბულინგზე, ძალადობაზე, რომელიც სკოლებში არის და ის პერსპექტივა, ის რამდენიმე სახის პერსპექტივა, რასაც ეს წიგნი გვაჩვენებს, უშუალოდ პერსპექტივა ჩაგრულის მხრიდან, ჩაგვრელის მხრიდან, გარემო როგორ რეაგირებს ამაზე, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება და როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან თანამედროვე არის. რაც მომწონს კიდევ ამ წიგნში, ეს წიგნი არ გვიკითხავს ჩვენ მორალს და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც გამოსავლის გზას არ გვაჩვენებს. ჩვენ უბრალოდ გვესმის იმ ადამიანების ხმა, რომლებიც სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოზიციაზე არიან. დასასრული აქვს ძალიან ემოციური, ბოლომდე მაინტერესებდა როგორ დასრულდებოდა, ამოიღებდნენ ხმას, რას გააკეთებდნენ, როგორ დასრულდებოდა მათი ტანჯვა, მათი ჩაგვრა და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი გამოსავალი იყო და ბოლომდე არ ვიტყვი არა. ბოლომდე ისინი ემორჩილებიან ჩაგვრელებს თუ ისინი უპირისპირდებიან ეს მკითხველმა წაიკითხოს ამ წიგნში. 14 წლის არის მთხრობელი. ვფიქრობ, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიისთვისაც საინტერესო იქნება, მით უმეტეს მწერალი არის იაპონელი, იაპონური კულტურა ძალიან პოპულარული არის ჩვენთან საქართველოში, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ამასთან ერთად მე არ ვფიქრობ, რომ თუნდაც ამ საყმაწვილო ლიტერატურა ამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოცემული ლიტერატურა არ იქნება საინტერესო მშობლებისთვის, მით უმეტეს მასწავლებლებისთვის, რომლებმაც შესაძლოა ხშირ შემთხვევაში უფრო ფართოდ უნდა გაახილონ თვალი და იქნებ მათ მაინც დაინახონ, მათ მაინც გაიგონ ის, რაზეც ხმამაღლა ვერ საუბრობენ მათი მოსწავლეები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს წიგნი გამოსცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, სულ ახალი თარგმანი არის და ნამდვილად გირჩევთ, რომ წაიკითხოთ და საინტერესო იქნება თუ კი უკვე წაკითხული გაქვთ თქვენი შთაბეჭდილება როგორი არის, თუ ამ ვიდეოს შემდეგ წაიკითხავთ, რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდება და ველოდები თქვენს კომენტარებს.